მოგესალმები დადგა 4 შაბათი საღამოს 8 ნახევარი მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიგდოთ ყველა ის ადამიანი ვინც განსაცდელში ნახართ რაც თავარია ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ პატიმრები მინდა მოვიკითხოთ დღეს განსაკუთრებით და უცხოეთში ყოფი ქართველი და ის ადამიანები ვისაც რავი რამე პრობლემა გაქვთ ყველას მინდა რომ სიკეთე და სიხარული გისურვოთ და მაგიტომაც არის ეს გადაცემა და მაგიტომაც მოვზანდება ჩვენთან მამაო რომ რაღაცა დაგვეხმაროს რაღაცნაირად ამ ყველაფრის გადალახვაში და დღეს შევეცდები რომ მამა ალექსანდრე როცა მოდის ხო იცით რაც მას უნდა ისე ლაპარაკობს და იმას ლაპარაკობს და მამაო თემა რა თქმა უნდა არ არის მომზადებული და თქვენ როგორც იტყვით რაზე გავამახვილოთ ყურადღება თუ შეიძლება დღევანდელმა ხალხმა მოგესალმებით გიორგი დიდი მადლობა მოწვევისთვის და გახსოვს ჩვენ სულ ამბობდით რომ ჩვენი ყოველი შეხვედრიდან ეპოქალური მნიშვნელობის ამბები ხდებაო და მართლაც ეს ბოლოდროინდელი მაინც რაღაც სასწაული იყო და განსაკუთრებული და აი ომი ისრაელსა და ირანს შორის რო დაიწყო ომის მართლაც აჩრდილი მოადგა საქართველოს რა ძალიან საიშროება იყო და როგორ უცებ მოხდა ყველაფერი რო ჩაწყნარდა და დამთავრდა და მე ღრმად მწამს რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა აი ესე მოაწყო ღმერთს თხოვა და მოაწყო ესე ახალი ისრაელისთვის, საქართველოსთვის მოაწყო ესო ყველაფერი დამთავრდა მშვიდობიანად, თორე ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე ვიყავი. ვით ყოველთვის ღვთისმშობელი მფარველობდა საქართველოს და ეხლაც აი ურწმუნოებიც კი ხვდებიან, ზოგიერთი ამბობს მართლა ღვთისმშობელი ხო არ მფარველობსო. ურწმუნოებიც კი უკვე იმდენად ცხადია, რომ ვიღაც მფარველობს და ჩვენ ვიცით, რომ ეს ვიღაც არის მერთი დიდი ღმერთი, ყველას დიდი გენია, ყველას დიდი ფილოსოფოსი, შემოქმედი, ფიზიკოსი, ქიმიკოსი, არქიტექტორი და ასე შემდეგ, რაც ღმერთმა რო ეს სამყარო შექმნა. გიორგი, აი მე ყოველთვის სულ ვამბობ, რომ აი 63 წლის რო ვარ, ეს უკვე სიბერია რა, სადღაც 70 წლამდე ცხოვრება მეტი არ გრძელდება, ვამბობს დავითი, უკვე თუ ძლიერებასა შინა 80 წელიო. და ნუ არის გამონაკლისები რა თქმა უნდა, უფრო მეცაც ცხოვრობენ და აი როგორ შემომეპარა გიორგი ეს 63 წელი ვერაფრით ვერ ხვდები რომ მე ვარ 63 წლის გონია რა ვარ 20 წლის ბიჭი იმ სიმღერის არ იყოს ისევის ბიჭი ვარ ხუჭუჭათმიანი რაღაც აი სუფიქრო როგორ კაცო 63 წელი მაგრამ აი ამ წლოვანებამ რაღაც გამოცდილება ხო გამოცდილება მომცა ღმერთმა აცხონოს ამბროსი ქათამაძე ეპისკოპოსი სულ ამას ამბობდა მე რაჭაში პირველად რო წავედი იქ გამიშვეს გამაგზავნა პატრიარქმა და სულ ამბობდა კემბრიჯის უნივერსიტეტი რო დაამთავრო გამოცდილება მაინც გამოცდილებაო წლოვანებისო და ესე იგი ეს უფრო უმეტია და რაღაცნაირად აი მეც რაღაც აი ამ გამოცდილების სიბრძნე მომეცა თუ რა არის რაღაცა აი საოცრად ივანე ღვთისმეტყველის არ იყოსო სიბერეში ის აღარაფერს ამბობდა გარდა იმისა რომ გიყვარდეთ ერთმანეთი კიდევ ვიმეორებ ეს წინა გადაცემაშიც გავიმეორე რომ მივიდნენ სულ ეუნებოდა არაფერს სხვას აღარ ამბობდა გიყვარდეთ ერთმანეთი აი ჩემი აი ამ წლოვანების დასკვნაც ესეთია, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი და ზოგჯერ რო ფიქრობ რისთვის, რატომ ჩხუბობს ადამიანი, რატომ ერთმანეთს ებრძვის, ძმა-ძმას, დადას და გამომაგ დასკვნა რა თქმა უნდა, რომ ადამიანი დაცემული ბუნებისაა და ეშმაკი იბრძვის და სამწუხაროდ ბევრი მიყვება მას. აი სულ სხვანაირად უყურებ გიორგი, აი მაგალითად ჟულის კანონი ჩვენ ხშირად ვახსენებთ და ეს აუცილებელია რა თქმა უნდა. ჟულის კანონზე სხვადასხვანაირი წარმოდგენაა, ვითომ ეს მკაცრი კანონებია. მეც რაღაც თავიდანვე მეჩვენებოდა რომ მკაცრი ეხლა რო ვაკვირდები გიორგი, აი მაგალითად ჟულის კანონი იწყება მოციქულთა კანონით. და რა საოცრება მეხუთე, აი თქვათ მეხუთე კანონი არის ესეთი რომ ღმრდელიან დიაკვანი თუ მოიმიზეზებს რომ სულიერ ცხოვრებებისთვის უკეთესია ცოლს განშორდეს, განიკვეთოსო. მოციქულები წერენ, პავლე
მე-13-მდე ამაღლებული პავლე რას წერს? როგორი მოციქულები, სულიწმიდით გაბრძნობილი მოციქულები, ნახე რა კანონი მიიღეს, რომ და იყო ეს პრობლემა და იმიტომ მიიღეს, ხო? რომ იქ ახლა წამოვიდნენ მოციქულის მოწაფე რო იქნებოდი შენ და თან ოჯახი ყავს, ღდელს ან დიაკვანს, ხო? რაღაცნაირად შეიძლება დაბადებულიყო შენში ის, რომ აი მოდი ამ ცოლს განვეშორები რა, მიშლის ხელს და მოციქულებმა გამოიტანეს კანონი. ვინც მოიმიზეზოს, რომ თითქოს სულიერ ცხოვრებაში ცოლი გიშლის ხელს, განიკვეთოსო, ნახე როგორი კანონია. თითქოს სამდე არიან ამაღლებულები, მაგრამ როგორ ამ ქვეყნიურსაც, როგორ ფსიქოლოგიურად, როგორ წვეტენ ამ საოცარ საკითხს. სხვათა შორის იქ არის კიდევ ერთი ასეთი კანონი, რომ თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა ხელი გაარტყა, ცემა, ცოდვილი ადამიანი, ან მორწმუნე, ან ურწმუნო, მოძალადეზეც კი ლაპარაკი, მოძალადე ურწმუნო ცემოსო, განიკვეთოსო, წარმოიდგინე რა უცნაური რამე. ესე იგი, აი როგორი ახლობლები არიან ეს მოციქულები, აი ადამიანის ყოფით ცხოვრებაში როგორი ჩახედული, როგორი ფსიქოლოგები, სხვათა შორის არ ვიცი მაქვს თუ არა ნათქვამი, ერთი სტიხაროსანი, როცა სტიხაროსანი ვიყავი სიონში, გვეუბნებოდა, რომ მღვდელი, ეპისკოპოსი მithumetes იმდენად ხელშეუხებელიაო, ცოტა არასწორად ამბობდა, რომ მანო რო ხელი გაგარტყასო მღვდელმა და ეპისკოპოსმა წეული ხარო, თუ რაღაცას და ეხლა ჩვენ შევშინდით. მეთქი რას ამბობს ეს კაცი, როგორ შეიძლება ეგეთი რამე. და ეხლა ჩვენ დასაწყისში მოსულები ვიყავით ახალი და ფიქრობდით, რომ ეს ამ სტიხაროსმა უფრო მეტი იცის და წავედით ერთ ბერთან. და უთხარით, რომ აი ესეთ რამეს გვეუბნება და მართალიაო და გაეცინა და აი მოიყვანა ზუსტად მოციქულთა კანონი. აი მოციქულთა კანონი, ჯულის კანონიდან, რომ თუო მღვდელი ხელს გაარტყამს ცოდვილსო, განიკვეთოს. პირიქით. ხო, ესე იგი, ეს მადლი რო გაქვს არ შეიძლება ხელის არ. ხო, რა თქმა უნდა, და ეს პირიქით არის, რა თქმა უნდა და ერთი კანონი ასევე თმენის ვალდებულება. თმენის ვალდებულება, რა თქმა უნდა და ერთი კანონია კიდევ რა საინტერესო ნახე, როგორ აი მოწყალება და სიყვარული რო არის გამოჩენილი ამ ჟულის კანონის კანონების მიხედვით, რომ თუ მღვდელიო გალოთთაო, ნახე რა მნიშვნელოვანი, იმ დროს თან მოციქულების დროს ეს ან თუ თამაშ შეექცაო, თანამედროვე ვარიანტში, თქვათ კაზინოში რომ მღვდელმა დაიწყოს სიარული. ან აზარტული. ხო, ან აზარტული. მაშინო მღვდელი დაცხრესო, არ წერია პირდაპირ განკვეთა, გამიგე? დაცხრესო, ანუ რაღაც პერიოდში, რაღაც მომენტში, დროის მომენტში ზლიოს რა თავის თავსო და დაცხრესო თუ არა და განიკვეთოს. ანუ იმდენად მოწყალე და სიყვარულია აქ მოცემული, რომ მოციქულებმა იციან, რომ ძალიან სუსტი ადამიანი რა. ძალიან და ახლა ალკოგოლი ხო ისეთი რამეა, ახლა ჩვენთვის ქართველებისთვის მithumetes, რომ ადვილად შეიძლება რაღაცნაირად გაგიტაცოს რა. და თუ ეს წავა თრობამდე და დათვრები ერთხელ ორჯერ სამჯერ განკვეთა არ არის, მაგრამ დროზე მოეგო უნდა გონს, ახლა თუ არა და მე ესე იგი ესეთი რამ ხდება. თუ შეიძლება მამა, აი როცა ადამიანს მართლა ის რაღაცნაირად ისე ეჩვევა რაღაცეებს რა და ვეღარ ერევა ამ ყველაფერს. აი რა უნდა ქნას, იმიტომ რომ რა არის მამა, გამგები და ის არ ყავს ადამიანს. თან მithumetes თუ სტატუსი გაქვს რაღაცა, აი მაგალითად სასულიერო პირი ხარ, რაღაცა ხო არ შეგარჩენს ხალხი რა და ამას თან ღმერთი რაღაცნაირად უშვებს, ეთქვა რომ არ აიშვას ადამიანმა. აი რატო უშვებს მამა მაგას, რომ აი სიტყვაზე კი ვიღაცა ხალხი რომლებსაც აი მართლა ჭორიკნები არიან და რაღაცა მაინც ქუდი რატო არ გახურავს, მაინც შარზე იქნებიან, ეგეთი ხალხი არსებობს და ეკლესიის მიმართ ყოველთვის იქნებიან, იმიტომ რომ გაბოროტებული ხალხი არიან ეკლესიის გარეთყოფები, მაგრამ ეკლესიაზე რა ამ შემთხვევაში მტრობენ, ვინც მტრობს ეკლესიას, თორე ყველას არ გულისხმობ. მამო, ამ შემთხვევაში როგორ უნდა გადაიტანო? ეს ყველაფერი ხა თქვენთვის მამო ძალიან ადვილი არის, ხა უკვე 40 წლის მღვდელი ხართ, მაგრამ რაღაც ახალგაზრდას მამო ძალიან აი ზოგი იკეტება, ზოგი მაგალითად გადაცემაში ვერ მოდის, მამო, იმიტომ რაღაცა რომ დამიწერო, გული გამისკდებაო რა, სიტყვაზე მამო, ხო ხდებით, არის ხოლმე რა ეს პრობლემა.
როგორ უნდა აი მამო ამას როგორ უნდა მოერიოს? არა მარტო სასულიერო პირი, მამო, იქ შეიძლება თანამდებობის პირი იყოს. რაღაც ჩანდე რა თუ გინდა პედაგოგი იყავი, რა ვიცი. ჩემი აზრით ჯერ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, არ შეიძლება ხა ღვდელი არ მოვიდეს აქ, იმიტომ რომ მე რაღაცა არ თქვან ჩემზეო. ასეთ სამღვდელობას მინდა ურჩიო, რომ ქადაგება ჩვენ გვაქვს საშუალება აგერ ამ ტელევიზიის ფლობელი და გიორგი აი ესეთ 8 წლშია რომ გვაქვს ამის საშუალება რომ მოვიდე და დიდ აუდიტორიას ვესაუბროთ ახლა მამა გიორგი ჩაჩავას უსმენდი გუშინ და მადლობა მოგიხადა რომ დიდი საქმე კეთდება იმიტომ რომ მოდიხარ და უზარმაზარი აუდიტორია ჩდება შენ წინაშე ხე ჩვენ ორი კივზი ვართ მაგრამ ვიცით რომ ათასობით ადამიანი განსაკუთრებით ემიგრაციაში პატიმრები ასეულობით გვისმენს ესე იგი სულგანაბული გვისმენს გამიგე და ეს ძალიან დიდი საჭირო და ძალიან დიდი ამბავია და ეხლა უდელი ამის გამო არ მოვიდეს თქვან მაცხოვარმა ხო თქვა მე ლანძღეს თქვენს გაგლანძღავენ მე შემაქეს თქვენ შეგაქებენ ჩემი ისმინეს თქვენ სასაც ისმენენ ასე რომ ეს გარდაუვალი ხა არის გამახსენდა ესეთი სპარსული არაბული ისა აღმოსავლური მოთხრობაა რომ ბაბუა და შვილიშვილი მიდიან რა ვირით ხო და გავლენ ერთ სოფელში და ორივე არის გადმოსული ესა ორივე ფეხით მიდის და იქ მოესმება რომ ჩაივლის და ნახეო რა ვირიო ტყილა მიყავთო არც იყენებენო ან თვითონ შეჯდესო ან შვილიშვილი შეაჯინოსო მეორე სოფელში რომ მივიდა თვითონ შეჯდა და ისე შევიდა მეორე სოფელში და იქ ესე უთხრეს ნახევ არც კი ცხენიო ბავშვო ფეხით ატარებსო თვითონ ახელაკაცი მოხუციო შეჯდა ვირზეო მესამე სოფელში ბავში შესვა და თვითონ ფეხით მოძდა იქ ესე თქვენსო ნახეო რა როგორც ანებივრებსო ამ პატარასო მოხუცი ფეხით დადისო თვითონ ბოლოს მეოთხე სოფელში ორივე შეჯდება და ისე მიდიან და ნახეო ვირი არც ეწოდებათო რა არ შეიძლება ერთმანეთს გამიგე ესე რაც არ უნდა გააკეთო ვიღაც ხო გამოჩნდება ამიტომ ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ჩვენ ახლა გიორგი რაც შეეხება ამ კითხვაზე პასუხს ადამიანი უძლურია ძალიან უძლურია ხო და წარმოიდგინე სადახარ ადამ ღმერთი ითხოვდა სინანულს და დატოვებდა სამოთხეში მე ასევე კაინს ეუბნება რატომ მოკალი ძმაო ანუ სინანული არ შეინაც მე იყო ყოველთვის იყო ასე რომ სინანულს ითხოვდა ღმერთი სულ მთელი ძველი აღთქმის გამო და რომ მოვიდა მესია პირველი რაც თქვა შეინანეთ მოახლებულ არს სასუფეველით სათა სინანული არის ყველაფერი სინანულით ჩვენ ახლა შეიძლება მოგვივიდეს შეცდომა რა თქმა უნდა მაგრამ აი როგორ გამოსწორდეთ გიორგი აი ეს ძალიან ძნელია, იმიტომ რომ შეიძლება გამოსწორდეთ და ჩვენი უძლურებით ისევ ამიტომ გამოსავალი არის სინანული. ღმერთს რო თხოვოთ, რომ გვაპატიოს და უკვე გამოსავალი ეს არის და უკვე გამოსული ვართ ძიმე მდგომარეობიდან, თორე ჩვენ დაცემული ბუნების ახლა ვინც დააკვირდება თავის თავს, ყველანაირ ცოდვისადმი ვართ მიდრეკილი, ყველანაირ ცოდვისადმი. აი ესეთი პატერიკია, რომ ორი ბერი ძალიან მოღვაწეობენ ისე სულიერად ლოცვაში, მარხვაში, მღვიძარებაში და ერთი ბერი ვეღარ გაუძლებს და ეუნება ძმას რომ მეო აპატიო რა უნდა დაგთხოვო და წავიდეო ალექსანდრიაში და ვიმრუშო რა აღარ შემილიაო სულ ქალები მელანდებო ეს დაცემული ბულება ადამიანის წარმოიდგინე და ნახეთ ამ მეორე მეგობარმა ღვდელი როგორ მოიქცა გიორგი კი არ განიკითხა და აი როგორ სად მიდიხარ და შემრუშო არამედ წაყვა გიორგი და მთელი ნახევარი წელი ეს კაცი მრუშობდა ნუ ჭამა უნდოდა სმა უნდოდა ეს მეორე ბერი მუშაობდა არ განიკითხავდა აჭმევდა ასმევდა და ნახევარი წლის თავზე იმ მრუშმა ბერმა უთხრა რომ მომბეზდა ეს ყველაფერიო და როგორ ნანოფო და წავიდეთ ისე მონასტერშიო და აი ამ კაცის გამო ამის დამსახურება იყო აი ესე გვერდზე რომ ხოდა ამიტომ ან აი ეს ღვდელს რომ განიკითხავენ თქვათ მე არ ვამბობ პატარა რამეში აი ამაშიც კი ასეთ რამეში თუ მოუვიდა ან ბერს ან ღვდელს ესეთი მძიმე რამე რა თქმა უნდა ცუდია ტრაგედია მაგრამ როგორ შეიძლება განკითხვა ტრაგედიაზე ქილიკი ხო ქილიკი და მე ყველაზე მთავარი რა არის რომ იოანე ოქროპირსა აქვს ეს დაწერილი რომ თუ ვინმეო უნდა განვიკითხოთო
ერის ხალხი უნდა განვიკითხოთ და ცოლიანი ერის ხალხიო და სამღვდელოება და ყველა უფრო ვიდრე ბერიო, რომელიც იმრუშებს. დაცემულ თეოდოროზე, ეპისკოპოსზე აქვს ერთი წერილი, იმიტომ რომ ამას არავინ არ ყავს ნუგეშათო და ერისკაც ცოლი მაინც ყავსო ამ საკითხში. გამიგე? ამიტომ გაგითხო არეგების მით უმეტეს ისეთი ხალხი განიკითხავენ, რომლებიც ვიცით, რომ რაღაც საშინელ მრუშობაში, მარტო მრუშობაში კი რაღაც საშინელ სახეობები. არაფერს არ ერიდებიან, განიკითხავენ. დალოცვილოთ. ამიტომ გამოსავალი გიორგი ეს არის, რომ აი სინანული ყველაფერს ასწორებს, თორე ადამიანი რა არის? ადამიანი არის საშინელი არსება, მიდრეკილი ყველანაირ ცოდვისადმი. და თუ შენ ქრისტიანობაში მოხვედი, თუ შენ ნათელი სოფლისა მიიღე, მაშინ უკვე ნათელი გზით მიდიხარ, მაგრამ აქ უფრო სულიერი წარმატებები, აი ძალიან ძნელი, არც გვექნება სულიერი წარმატება. ერთადერთი სულიერი წარმატება არის სინანული. მეტი არაფერი. ეს არის სულიერი წარმატება. და მამაო, აი როგორ უნდა მიხვდეთ ისეთ ბევრი ადამიანი, მამაო, თვითონაც შეიძლება კაი ადამიანია და ცდება, აი ეტყვის ვიღაცა, რომ აი იქ არ მიხვიდე ისეთები არიან და რაღაცა და აი ადამიანურად უნდა შეიძლება ეკლესიაში მოსვლა, იქ მღვდლის კი არა, არავისგან კითხვა არ უნდა, მაგრამ ეშმა კი ხო გთავაზობს სხვადასხვა სიტუაციებს, რომ შენ ამას წამოეგო, ხო? აი თუ შეიძლება მამაო, როგორ მიხვდეთ, რომ სიბოროტეში ვართ? აი მაგალითად ზოგი ამბობს მაგალითად რომ მე მინდა რომ აი კარგი გამოვასწორო, გამოვაკეთო და განიკითხავს რაღაცა და უარეს დღეს შეაგდებს ადამიანს. აი როგორ უნდა მიხვდეთ მამაო, რომ ცდებით, იმიტომ რომ აი გეფცებთ ყველაფერს, რა ხდება ხოლმე ისეთ მამაო, ხო შემხდება ესეთი ადამიანი. თან აი პიროვნებები, კაი ხალხი არიან. ვერ ვაჯერებ ხოლმე, რომ ცდება. ანუ განა მარტო ხიბლში როა და ის კი არა. აი ვერ ვაჯერებ რომ ბიჭო, აი იმას რომ განიკითხავ, მეთქი შენ იმის ცხოვრება არ იცი და არ შეყვე, მეთქი, იმიტომ რომ თან ყველაზე ცუდი რა არის მამაო, მასაც დაემართება, იგივე კი არა, 10 ჯერ უარესი და მე დასჭირდება რომ ვიღაცამ თანაუგზნოს და ყველა ხელს გაიშვერს მე და მიხვდება რა საშავებდა. მაგრამ უკვე გვიან იქნეო მამაო, შეიძლება სიკვდილის დონემდე მიგიყვანოს ისეთი რაღაც დაგემართოს მე. რა თქმა უნდა, ხო და ეს არის სულიერი ცხოვრების ფილოსოფია. რომ მიუხვდე, ხო მამაო? ხო, რომ მიუხვდე კი არა, აი როგორ ახარ იცი, რომ შენ თვითონ აი პავლე მოციქული ხო ამბობს იუდეველთან ვითარცა იუდეველი, წარმართთან ვითარცა წარმართი. ჩვენ შეიძლება ეს გავაგრძელოთ, ნარკომანთან ვითარცა ნარკომანი, წარმოიდგინე მემრუშესთან ვითარცა მემრუშე. ხო, აი სხვანაირად როგორ უნდა ანუ თუ ადამიანი აი ახლა მაგალითი რომ მოვიყვანე, რომ როგორ შეეწია იზმა არც განიკითხა, ხო? როდესაც მრევლი მოდის და რაღაც საშინელ ცოდვებს ამბობს, ხო? ეშინია. მაგრამ წმინდა მამები ამბობენ, რომ ნუ გეშინია მღვდელთან რაიმე ძიმე ცოდვის თქმა, რადგან ის შენაირი ადამიანი, შენაირი დაცემული ადამიანი და თითქმის არ არსებობს, რომ ცოდვა რომელიც მღვდელს ვთქვათ არ ჩაედინოს, ხო? ხო და ამიტომ მე ხშირად, როდესაც უჭირთ განსაკუთრებით ახალგაზრდებს რაიმეს თქმა, მე ვეუბნები ხოლმე შვილო, ნუ გეშინია, მეც ესეთივე ცოდვილი ვარ, მეც ესეთივე შეცნობები მქონდა, მეც დღესაც მაქვს პრობლემა და ასე და უხარიათ ხოლმე განათლები და აი ესე ვითარცა მემრუშესთან ვითარცა მემრუშე, ნარკომანთან ვითარცა ნარკომანი და ასე შემდეგ ესე შეიძლება მოიზიდო ეს ადამიანი. აი ესე ახლა ის თუ ვერ გაუგია ქრისტიანს დაცემული ბუნებისაა და გონია რომ ვიღაცა ზემართალი კაცია და წმინდა კაცია, ნუ ამას ვერ შეუცნია ასეც ქრისტიანობა რა თქმა უნდა. მამაო, სხვათა შორის მამა ანტონი ამბობდა რომ პატრიარქმა გაგვაფრთხილაო რომ აღსარებებსო რომ ჩაიბარებთო, არ შეგთეთო, რაც არ უნდა გითხრანო რა. და წარმოიდგინეთ მამაო, პირველი კვირის მღვდელი ვარო და პირველად მოდის ადამიანიო და ისეთი რაღაცები მითხრა, თვალები ყაღზე ამოვიდა, ისე უყურებო, გაოგნებულიო რა და ეს ხომ ახსოვსო და თან ვერაფერს ვერ ფიქრობ რა, ისეთი რაღაც ცოდვები მითხრა, თან აჭარაში ვიყავი მაშინ მღვდლათო და ანუ აი წარმოგიდგენთ ხა რა ცოდვებს ეთყოდა და ესე შევხედეო და რა უნდა მეთქვა და შენ რამდენი წლის ხარო და 18-ისო და ეგ ცოდვები რო ჩავიდნენ 15-ის ვიყავიო რა, ესე უნება და
აი წარმოიდგინეთ მამო ადამიანის სახეზე ნახეო როგორ გამოანათა მზემო და დღესო ის ადამიანი უკვე 20 წელიაო ბერათ არისო ათონზე მამო წარმოიდგინე მე რომ მეთქვაო რომ აი მე როგორც ვფიქრობდი რომ ახლა რომ გამიკვირდაო რომ შერაგა გააკეთე შე არა კაცო ნაძირალა ესო დაიღუპებოდაო გენიალური დარიგებაა პატრიარქის რომ არ შეკრთეთ იმიტომ რომ ნუ ახლა პატრიარქი წარმოიდგინე წმინდა კაცია და რა გამოცდილების ადამიანია და ეს არის ზუსტად მე მაგას მივხვდი პრაქტიკულად მივხვდი ზუსტად ჯერტი მე როცა აი ახლა განსაკუთრებით ახალგაზრდებზე რომ ამბობენ მწვანეთმები რა თქმა უნდა ახლა ეს არ არის ლამაზი ყველგან საყურებს პირში მაგრამ რო გავაანალიზებ რომ მე რო მართლა 15 14 16 წლის ვიყავი აი ესენი ის ცოდვები რომელიც მე მქონდა ის ამასთან შედარებით ყურსაკიდებით ცხვირზელი მე არაფერი არ არის ნეტა ეს ყურსაკიდები გამეკეთებინა და ის ცოდვები არ გამეკეთა ამიტომ ვერ განიკითხავ ადამიანს არ შეიძლება ხოლო აი ის განსაკუთრებით იცის რა თქმა უნდა არა ყველა ზოგმა მოხუცვა იმან ბრელმა აი რა სასიზღრები ხარ და ესეც მინახია რომ ახალგაზრდა შემოსული გაუგდიათ ეკლესიიდან და მე დაუპირისპირდე ერთს და უთხარი შენ ხო იყავ 16-17 წლის მეთქი და პირდაპირ უთხარი ეს ცოდვები ხო გაკეთებული ან ბოლო აბორტი ხო გაკეთებული არ ჯობია ის გაიკეთო საყურე ცხვირში ვიდრე ბავში მოგეკლა ესე იგი შენსაც ვერ ხედავ სხვისას ხედავ რა თქმა უნდა ეს არ არის სწორი ახალგაზრდობაში ესეა ხა სამწუხაროდ მოდაში და ეს მართლა მეორე ხარისხოვანია და საერთოდ რეაქციაც კი არ მაქვს თავარია ეს მძიმე ცოდვებით ასე რომ ქრისტიანი არის ის ადამიანი ვინც თანაუგრძნობს ყველას როდესაც შენ გაიგებ რომ ვიღაცამ იმრუშა როგორ შეიძლება შენ უნდა ან შეწუხდე თუ ნამდვილად სიყვარული გაქვს აი სწორი ის რა არის და ან და თქვა რომ ღმერთო მეც ხომ რუში ვარ მეც ისეც არ მინდა რამე სიტუაციაში მოხდეს ისეთ სიტუაცია ისედაც მრუში ვარ მაგრამ რომ მოხდეს რამე ალბათ უფალო ალბათ კი არა ნამდვილად ვიმრუშებ და მე იმ ადამიანს საერთოდ არ განვიკითხავ ვინც მრუშობაში ჩავარდა და ილოცე მისთვის და ეს არის თანადგომა და რაც სოდვაც არ უნდა იყოს ასე რომ ქრისტიანობა არის ის რომ შენ შეიცნო შენი თავი როგორც ღრმად მწოდველი ადამიანი და როდესაც შენ ხედავ რომ შენ ღრმად მწოდველი ადამიანი ხარ და რაღაცას იგებ იმანეს გააკეთა ის რეაქცია ხო არ გექნება იმიტომ რომ შენ ახარ ესეთი და იმაზე ვარესი და ასე რომ გამოსავალი არის სინანული და სიყვარული ხო და აი გიორგი სულ ამაზე ვფიქრობ ეხა ის სიყვარულზე და სიყვარულზე ისეთი შემთხვევებიც კი არის რომ ვიღაცო აი ამას წინათ მოვდივარ და ერთი გოგო მოდის ძალიან ისე ვულგარულად ჩაცმული სიგარეტს ეწევა და პროტესტის ნიშნად თუ ახლა აშკარად იყო ძალიან ახლოს ჩამეა და სიგარეტს ეწევა და მომიფუილა ესე ნუ ცხვირპირში რა და ერთი როგორ გავბრაზდებოდი ამაზე პირიქით გამეცინა გამიგე და სიყვარულით აღვივსე რომ აი ეს პატარა გოგო რავი რაღაცა წარმოდგენა აქვს ალბათ ისე წრეშია რომ რაღაცას ეუბნებიან ამ სამღვდელოებას და აი სიყვარულით არაფერი როგორ არც კი მწყენია გიორგი რაზია ლაპარაკი ისეთი სიყვარულით ისე დავლოცე გულში მეთქი მოიქეცი და ღმერთმა დაგლოცოს და კარგად ბედნიერად გამყოფოს მეთქი როგორ შეიძლება აი ესე უნდა მიუდგეთ ადამიანებს სიყვარულით რა და იმიტომ რომ მამა ხო მაინც იმის უკან ბოროტი დგას მამა ეხლა რაცა უნდა ჩაიდინოს ადამიანი მე ხო ბოროტმა უბიძგა და ის ხო ბოროტი ზემოქმედების ქვეშ იდენს ხო იმ ცოდვას ხო ბოროტის ზემოქმედება რო არ იყოს გამორიცხულე შენით ხო და ღმერთის ზემოქმედება რო როგორ ჩაიდენ და როგორ შეიძლება ამაზე გაბრაზდე ხო რომ ის ცოდვა მაინც ბოროტისგან მოდის ხო მამა აი როგორ უნდა აი მართლა მოთმინება აი ეს მოთმინება არ ყოფნის მამა ადამიანებს იმიტომ რომ ჩვენც მამაო და იმათაც მამაო იცით რა ძალიან ზურგს უკან ძალიან ბევრს ელაპარაკება ბოროტი და მე უკვე რო ხვდება აი თქვენ ხო არაფერს არ უშავეთ მაგრამ მოდელზე იმდენი ცუდი უთხრეს რომ შეგხვდა უკვე რეაქცია იყო ისა და კარგი რო ელაპარაკოს ვინმე ხო და რაღაცა უკვე სხვა ის იქნება და გაუბედურებულია მამა აი ხა იმას აღა უნდა მოთხოვ აი იმას აღა უნდა უთხრა ვეღარ ხვდები ხოლმე მამა ეგეთ რაღაც იმიტომ რომ აი ეს არის ტრაგედია ქრისტესთვის ეხლა რომ გააჩინა შვილი
მეორე შვილიც გააჩინა და მის მსახურს ექცევა ესე. ეს ხო ტრაგედია არის, ეს არის აი რა ვიცი, ამაზე რა რეაქცია უნდა გქონდეს. თან სამღვდელო პირი ეს მთელი სასულიერო პირი რომ მოდის თქვა ქუჩაში, მოაქვს მთელი საქართველოს ისტორია. ეს არის ისტორია, საქართველოს ისტორია. მე ვიყავი შარშან იმაში სვანეთში მოვილოცეთ და ლამარიაში ესე იგი წირვა დამთავრებული იყო ამ დროს შევედით და იაპონელები ძალიან ბევრი მღვდელი და დიაკვანი იმოსებოდნენ და არაჩვეულებრივი სანახაობის სასულიერო პირები იყვნენ რაღაცა გრძელი თმებით, წვერებით, ახოვანები და ესენი იღებდნენ ეს იაპონელები გამიგე ვიდეოებს რატო იღებდნენ იმიტომ რომ ეს არის საქართველოს სახე იციან რომ ეს არის ჩვენი ისტორია გამიგე და ესე დიდი აი გაოცებით და სიყვარულით იღებდნენ ამ ყველაფერს რომ აი ნახე რა ძველ ტაძარში აი საქართველოს ეს არის ჩვენი სახე კაცო ეს არის ჩვენი ისტორია ამიტომ სამღვდელო ცუდია კარგია დიდი პატივისცემა საჭირო იმიტომ რომ ჩვენ მოვიტანეთ სასულიერო პირებმა მოიტანეს მთელი ჩვენი კულტურა და ისტორია დაწყებული იაკობ ცურტაველიდან რა გენიალური აგეოგრაფიული ნაშრომი შექმნა სხვათა შორის ერთი ბერძენი ამბობდა რომ ისეთი პროფესორი ისეთი კაცი რომ შუშანიკის წამება აბუთბილელი და გრიგოლ ხანძთელის ეს სამი სხვებიც მაგრამ ეს სამი განსაკუთრებით ამ სამზე ამახვილებდა ყურადღებას რომ ესეთი აგეოგრაფიული ნაშრომიო ესეთი აგროვი ნაშრომი ბერძნებს არ აქვთ გამიგე იქ კი ახლა არის როგორ არ არის იქაც არაჩვეულებრივები მაგრამ უფრო რაღაცა მექანიკური უფრო რაღაცა შტამბური ისენია რაღაც როგორ ჩარჩოებში ჩასული სტანდარტები და აქ არის რაღაცა სასწავლე ეხლაც მახსოვს ნუნუკილტავა მასწავლდა შუშანიკის იმ ხო შუშანიკის წამებაში ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელი და მოხუცებული არავინ არს მათ ქვეყანასა იქ ცურტავის იმას რო აღწერს რა შედარებებია პოეზია ეხლა მე ერთი რამ მინდოდა რა ერთ თემაზე და ბარეგამ რაღაც შემოვიდა ეს თემა გიორგი ადრეს გვითქვამს ვიცით ეს ყველამ რომ პუშკინი რო გადმოასახლეს საქართველოში თბილისში ცხოვრობდა გარკვეული დრო და მასთან მოდიოდნენ უბრალო ხალხიც უბრალო აი ძალიან ვაჭარი ხალხიც სყიდა თევს სყიდა თუ სხვა რამეს ხილს მოდიოდნენ და იცოდნენ ხა პუშკინი დიდი პოეტი იყო და ლექსად იქვე იგონებდნენ და ლექსად ეუბნებოდნენ რაღაცას სადღეგრძელოსავეთ ლექსად აკებდნენ რიტმში 1 2 3 იქ სუფრაზე თავადები აზნაურები და პუშკინმა გამოიტანა ესეთი აზრი რომ საქართველოში ყველა პოეტიაო და თუ ვინმე პოეტია ის ორმაგად პოეტიაო და ეს სული ხო ჩვენშია გიორგი ხო აი ხა მაგალითად იტალია ბევრ რამეში თუმცა ეგენი ეტრუსკების ჯიშის ხალხი ეტრუსკები ქართული ტომი იყო მაგრამ იტალია განსაკუთრებით გამოირჩევა მხატვრობაში და არქიტექტურაში ხო რა მხატვრები ხო ჯოტო ლეონარდო ტინტორეტო და რა ვიცი ფრანჩესკო გვარდი უამრავი ასეულობით უძლიერესი უდიდესი ხო რაფაელი და რა მხატვე მიქელანჯელო უპირველეს ყოვლისა და აი ჩვენ გიორგი პოეზიაში ვართ უბადლო რა ეხლა ერთ ქვეყნიდან ეხლა რომ რუსთაველი ნიკოლოზ ბარათაშვილი გალაქტიონ ტაბიძე ვაჟა ფშაველა გურამიშვილი აი ძალიან დიდ კორიფეებზე ვლაპარაკობ თორე უამრავია ხო უამრავია ჩვენი ჯერ თანამედროვე რაოდენობა მასშტაბი მამაო 3 და 4 მილიონი ხარ და 5 რო ხარ მაქსიმუმ აი ესეთი თან ეს ამაში ვერავინ ვერ შეგვეძება და ეს ჩვენი ბუნება მარტო ვაჟა არის დედამიწელი საქართველოს სამწუხაროდ ვერ გავიტანეთ სოფლიო ასპარეზზე მაგრამ არა უშავს და გიორგი სამღვდელოებაც ხო ქართველი ხალხი როცა გახდება ქართველი კაცი სასულიერო პირი ეს პოეტურობა რჩება და არტისტიზმი აი რჩება გიორგი აი მე მაგალითად როცა უყურებ რუს მამებს და უსმენ
ნუ ძალიან განათლებული, ერუდირებული ხალხია ზოგიერთი და კარგია. ყავთ ძალიან. ნუ ბერძნებზე აღარ ვამბობ ესე საოცარი 5 წელი მარტო რიტორიკას და ჭერმეტყველებას და იმას ცალკე ასწავლიან, რომ შემდეგ რო აი ქართულს თითქოს ეს არ ჭირდება, ბუნებრივად არის. აი ის იმდენად გალობს, მამა. ყველას ანიჭი აქვს, როგორ ხო და იმდენად პოეტურები არიან ქართული სამოდელოება და არტისტული ტიპები არიან, რომ აი მე გიждები მათ საუბარზე, ქადაგებაზე, აი იმდენად მომწონს, იმდენად რომ და აღმატებული არიან, მე ვფიქრობ, ბევრზე, გინ ბერძნებზე, გინ რუსებზე, რაღაცნაირი არის, აი ქადაგება, აი ხო ადრეც მithქვია, რომ თან ძალიან უბრალოები ერთ სოფელში შევესარი ფერისცვალების წირვას და მღვდელი ქადაგებს და განმარტავს სახარებას, რომ იაკობი, იოანე და პეტრე დაიჩოქენო, როცა გამოჩნდა მაცხოვრის გვერდზე ილია და მოსეო და დაემხნენო. და მე ეს გამოცხადება, რომ გავიდა, მაცხვარი დარჩა მარტო, მივიდა მათთანო და უთხრა, ნახე და უთხრა, ყოველთვის ეგ მახსენდება, როცა უთხრა, კაი, ეხა გეყოფათ მათ კოტრიალი ვადექით. აი, რაღაც ისეთი ქართველი კლასი, ქართველი მღვდელი, რაღაც სხვანაირი და აი ესეთი პოეტურია და რეგიონის მღვდლებს მოვიკითხავ ძალიან დიდი სიყვარულით მართლა. თქვენზე რო თქვა მამა ლეგენდარული მამა ალექსანდრია. კაცი მე განვიკითხავდი არა და მაგარია საქართველოს სამღვდელოება ხო და გიორგი აი ესე იგი რაღაცნაირად ბუნებით ვართ ესეთ ხალხი და აი ამის საილუსტრაციოდ ერთი რამ მინდა თქვა მე ყავს მამიდაშვილი მამუკა იმნაძე არაჩვეულებრივი სტომატოლოგი რიგები უდგას იმიტომ რაღაც სასწაულად იღებს ამ კბილს და რა ვიცი რაღაცა კარგი სტომატოლოგი ჩემ ცხოვრებაში არც ვიცოდი აზრადაც არ მომივიდოდა რომ მამუკა იმნაძე წერდა ლექსებს აი ხა მე ერთ რამეს წავიკითხავ და იმ დონის ლექსია არა მარტო რიტმულად გიორგი ფსიქოლოგიურად უდიდესი აი დავიწყებ სიყვარულზე არაფერი მითხრა მის შესახებ ყველაფერი ვიცი თუ კი ტატოს ყავს მერანი მეც მყავს ჩემი კვიცი რამხელა რამ იგნებაა და რამხელა რამია წარმოიდგინე რომ მერანი რა არის ჩვენი აღფრთოვანება ჩვენი ამაღლება ჩვენი მისწრაფებები ხო და აი რო განაზოგადა რა მამუკამ და თქვა რომ ყველა ქართველს ყავს თავის კვიცი გამიგე რაღაც არაჩვეულებრივად აი ესეთი რაღაც სულიერი ხალხი ვართ სულიერი პოეტური ხალხი ვართ და ეს ნიჭი გამომჟღავნდა ხო ასეთი კორიფეები რუსთაველი ჯერ რუსთაველი მწერვალი ასეთი პოემა ხო არ დაწერილა ჯერ და აი ეს מחარებს მე და მიხარებ და ისე ადამიანებს რო არ უმართლებთ ეხა რუსთაველიდან მოყოლებული ხო ყველას თითქოს რაღაცნაირად აი galaktioni მაგალითად ის რომ დიდხალს მამა რაღაცნაირად ამ ცხოვრებაში აი თუნდაც ქრისტიანებს იმას არ უმართლებს მამა ოი რა მინდა იცი გითხრა კითხოთ რატომ მინდა კითხოთ ეს ეხლა სხვაერთ არ იმასკნათ ნახეთ აი როგორც უწმინდესი ის ესე დიდხალს მაინც ვერ ხედავს მამა სამყარო იმ დონეზე რამდენად დიდებიც არიან მამა ну ჩვენ რაღაცნაირად ეთქვა პატარები ვარ და ვერ წვდებით მათ სიმაღლებს და მამო საბოლოოდ მაინც რაღაცა აი ყველას ბოლო არის ესეთი ტკივნილით სავსე რაღაცა იმიტომ რომ აქაურ მთელ ფერებს გძნობენ აი პატრიარქმა თქვა ადრე რომ აიო ცოდნე ადამიანიო ცოდო რამხრივ არისო იციო რელიგიური როცა არისო თანო თეთრს და შავსო არჩევსო ერთმანეთისგან და ძალიან ბევრი შავი ფერებია ამ ქვეყნათო და მაგიტომო სევდიანი და მტკივნეულია მისი ცხოვრებაო. იმიტომ რომ გძნობ ძალაუნებურად, ხო? ეს ის არის და თუ შეიძლება მამო, აი როგორ უნდა ინუგეშოს იმ ადამიანმა თავი, იმიტომ რომ მამო ბევრმა წლებმა ბევრი რა ვიცი გამოგონებელი ის პროფესორები ისინი ჩაყლაპეს მამო. იმიტომ იმდენად ბევრი არის მამო საქართველოსთვის იმ ნიჭიერი ხალხი რომ ყველას ვერ ხედავს მამო და ვინც ყველაზე ნიჭიერია ყველაზე მაგრა იჩაგრება რაღაცნაირად აი თითქოს ბოროტი ცდილობს რომ შენი ნიჭი შენ სახში გამოკეტოს და არ გახვიდე
სხვადასხვა ურჩევ მე რომ აუცილებლად გამოდით, ხშირად ხდება ხოლმე ისო ჩაკეტავ სახში რომ შენ არ გაფასებენ, იყავი, არა, გადით პირიქით დააძალეთ თქვენ. ჯერ გიორგი ის მინდა ვთქვა რომ მაგ თემა ძალიან საინტერესო თემა, ის მინდა ვთქვა რომ ამ ქვეყნად არავის არ უმართლებს იმ გაგებით რომ ჩვენ სიკვდილი გველის და ჩავდებენ 2 მეტრიან ორმოში ეს არის ამიტომ არის ზუსტად ქრისტე მოვიდა რომ ეხარებინა სახარებაც ეს არის რომ სიკვდილით არ თავდება არამედ მარადიული ბედნიერი ცხოვრება იწყება სიკვდილით ამ ქვეყნიურად ვინც არ უნდა იყო რაც არ უნდა იყო ყველა გენიოსიც მიწაშია უკვე ჩადებული წარმოიდგინე სტალინია ფერფლია ხო ერთი პატარა ყუთში ხო ალექსანდრე მაკედონელი ჩონჩხია სისოიდიდი ხატი რო არის რო უყურებს გაკვირვებული და ასე შემდეგ ვინ ამ ქვეყნად არაფერი ეს ქვეყანა მარადი ამიტომ არის რომ ქრისტიანი არის ბედნიერი იმიტომ რომ მან იცის რომ მარადიული ცხოვრება არსებობს არავინ გარდა მოხდა ზეცით გარდა ძე კაცს ამბობს ქრისტე ვინც იყო ზეცაში იმან გვითხრა რა ხდება მარადიულ ცხოვრებაში ეს ერთი ასე რომ არავის არ უმართლებს მორის ფოცხიშვილის გენიალური ლექსის არ იყოს მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან რაც შეეხება ამ თემას გიორგი სწორი ხარ შენ რომ ზოგჯერ ადამიანი ნამდვილად ვერ ხედავს ეს მოცარტის და სალიერის ფილოსოფიაც არის იმიტომ რომ შური ისეთი რამეა რომ კაემა მოკლა აბელი ბოლოს და კაემა მოკლა აბელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აი ბედნიერი კი არის ის ადამიანი ვინც აი ამას ყველაფერს დაინახავს აი თქვა ეხა შენ პატრიარქი ახსენე და რა ვიცი ხა როგორი პიროვნება ჩვენ ისტორიაში პატრიარქი მე მას როცა მოვიდა ჩვენ ტაძარში და მისი მოსვლით ეკურთხა ჩვენი ტაძარი და ისეთი გახარებულები ვართ რომ პატრიარქს უთხარი რომ თქვენ ხართ ჩვენი ისტორიის ოქროს გვირგვინი იმიტომ რომ პატრიარქმა წარმოიდგინე ხა გიორგი რომ ისე დროს შემოატრიალა და გააცოცხლა საქართველოს ეკლესია და ეს რო არ მომხდარიყო ის ბედნიერი წლები რო გვახსოვს ათეული წლები რომ ქალაქში რო ყველა მარხულობდა ყველა ლოცულობდა ტაძრების სავსე იყო პატრიარქის გამოჩენას როგორ სიხარულით ველოდით ხალხი მოდიოდა რომ ენახა პატრიარქი და ასე შემდეგ ეს რო არ მომხდარიყო პატრიარქს ეს საქმე რო არ გაეკეთებინა დღეს გიორგი ეს ანტიქრისტიანული ძალები უბრალოდ მოგსპობდნენ ჩვენ საქართველოს საერთოდ არ იქნებოდა რა აი ეს გააცოცხლა პატრიარქმა და ეხლა მთელი 90% ამას არ უკვირდებიან ხო და ეხლა პატრიარქი არის უდიდესი პიროვნება მაგრამ მადლობა ღმერთს რომ პატრიარქს საქართველოს უფასებს რა თქმა უნდა და ატარა მაგრა ატარა ძალიან საქართველოს რა ბეწვის ხიდზე რა მთელი საქართველოს იცი დატო ამბობ მამო დიდ სიყვარულშია პატრიარქის რა გამახსენდა ხო აბა პატრიარქს ვერ გაექცნენ მამო მის დიდებას ვერ გაექცნენ რა აი ფიზიკურად აი ვერ გაურბიან აი როცა ეკლესიას განიკითხავენ მაგალითად გავჩერდები ხოლმე მეთქი პატრიარქი და მან სიჩუმე ვერ გაურბიან იმ დიდებას და იმ მის მართლა 8 წელს რაც მართლა საქართველოსთვის გააკეთა ქართული ეკლესიისათვის და ყველა ქართველისათვის მამო იცით რატო მამო აი ხა მამა თეიმურაზი მიხატია აქ მამა იოსების აი არავის თითქოს არ გამომართლა მამო ოღონდ საბო რა თქმა უნდა გამომართლა რომ ზეცაში რო არიან ესე რა თქმა უნდა მაგრამ მაინც ხო ხდებით ტკივილი და იმით იცხოვრეს ერთი დაიწვა მეორე აი ესეთ ახალგაზრდობაში გარდაიცვა ხო ხდებით მამო ხო და აი ესეთი რაღაცა ბოლოს აქიჭი და ზუსტად რომ მაგას ამბობდა რო ისაო და მაგიტომ მამო რაღაცნაირად აი ტკივილით არის სავსე მამო ეს რა თქმა უნდა ჩვენი ცხოვრება ტკივილითაა სავსე ხა წარმოიდგინეთ ჩვენ გიორგი ამას მნიშვნელობა აქვს რომ ეს ვიცოდეთ რა იმიტომ არ წარმოვიდგინოთ რომ ეს 60 კიკოძეზეც გამახსენდა სიტყვა კიკოძე ესე იგი გიორგი ესე იგი რო კარგად დავაკვირდე ჯერ წმინდანებს რო დავაკვირდეთ ხო გაბრიელ კიკოძე მაგიტომ მოვიყვანე გაბრიელ კიკოძე და ესე იგი ბიბლიური ისტორია რო ავიღოთ ხო აი თქვა ავიღოთ იაკობი გაიქცა სახლიდან იმიტომ რომ ძმა მოსაკლავად დაძდევდა წარმოიდგინე წავიდა ბიძამისთან ლაბანთან და იმ უნამუსომ 14 წელი აშრომა უსასყიდლოდ ეხლა 14 წელი რო უხელფასოდ იშრომო ესეც ამხელა ტანჯვაა ხო ტანჯვა წამება და შემდგომ გაწამოვიდა უკან სახში ხომ უნდა დაბრუნებულიყო და არ იცოდა ფიქრობდა რომ ძმა მომკლავსო
და როცა შეახსენს ძმა მოდის გიახლოვდება 400 შეერაღებული კაცითო იფიქრა რომ მომკლავს და ოჯახიც არ გამინუდგოს. ეხლა რა ცხოვრებაში იყო წარმოიდგინე. დევნაში როგორ. ხო. იაკობი და მერე ესე იგი მისი შვილები რას აკეთებდნენ? კაცო მოატყუეს რომ იოზეფი მოკტაო კაცი კი ნაღა მოკტა. ხო? აი რა დღეში იყო იაკობი და ესეა ეს ცხოვრება, ხო? აი ღვთის მხილველი იაკობი აი ეს ცხოვრება არის ესეთი. ან რუსთაველის ფილოსოფია ხო ვახ სოფელო რაში განხარ რას გვაბრუნებ რაზნე გჭირსა საწაიყვან სადაურსა მაგრამ ღმერთი არ გაწირავს კაცსა შენგან განაწირსა თორე ეს ცხოვრება აი ჩვენ მაგიტომ კითხეთ მამა ჩვენ ამის იმედი უნდა გქონდეს ხო ღმერთი არ გაგვწირავს ხო რა თქმა უნდა აი მინდა რომ აქედან მართლა ყველას უთხრა უცხოეთში არის ძალიან ბევრი ემიგრაციაში პატიმრებს მინდა უთხრა და იმ ადამიანს ვინც ზოგი ავიცი სამონტყოფოშია ეტლს არის მიჯაჭული ზოგი რომ მართლა არ გაგწირავთ ღმერთი არას და სხვათა შორის მამო იმაზე მეცინებოდა რომ ერთ მღვდელს უთხარი ხა აი ხუმრობით ვამბობ თელი იმით მაგრამ მეთქი აი რატო არის მეთქი რაღაც სულ ადამიანებს უმართლებს მეთქი ხდება ხოლმე ხშირად მეთქი და კარგებს მეთქი არ უმართლებთ მეთქი რა და იცი რა არის მე გეტყვიო რა და მეთქი აუ ეხა უსმენ ისე მითხა მეთქი ეგენიო რა არის რაღაც პატარა სიკეთე ხო მაინც გაუკეთებიათ რომ შვილი გააჩინეს სიტყვაზე რაღაცა თავის დედას მაინც რაღაცები გაუკეთებიათ ამ ცუდ ადამიანებსაც ისეთი რა თუნდაც რომ დადიან ამ ქვეყნად ხო და მაგათო ეგენიო ჯოჯოხეთში რომ მიდიანო აქ ეძლევათო იმ სიკეთისთვის ყველაფერიო რა და მე იქ ხო არ გადაიხდება სამაგერთან ისე მითხრა წარმოიდგინე აქ ეძლევათო ხან ხშირად ხდება ხოლმე რაღაც ამ სიკეთეს ახლა გადაუხდელათ არ დაგიტოვებს ღმერთი და ო ნუ ეს ცხოვრება ქრისტეს გარეშე როგორ შეიძლება საერთოდ მამა 7 წუთი დარჩა და თუ შეიძლება კიდე მამა რომ ეხა დავიწყეთ ხო ხო, აი სხვათა შორის რომ მოვდიოდი, რაღაცა ჩემი შვილი უსმენდა რაღაც გადაცემას და მეცნიერებმა დამტკიცესო, რომ დრო ძალიან დაჩქარებულია. ძალიან 20 საათია, 24-ის მაგრამ. ხო, ძალიან დაჩქარებულიაო და საიდან აღმოაჩინეს, ვიცი, რაღაცას ამბობდა იმ რაღაცა ბუდისტური მას ამბობდა რაღაცა კანდელში რაღაცას ასხამდენო ზეც ალბათ და და იცლებოდა 15 საათში და ეხა იცლება 10 საათში სიტყვაზე იგივე სასწაული რაღაც ხდებაო და მოკლედ ასეთი დაჩქარებული დროა ეს ერთის მხრივ ცუდია იმიტომ რომ ისედაც პატარა ეს ჩვენი ცხოვრება და კიდე დაჩქარებულია მაგრამ ერთის მხრივ კარგია იცი რატოა კარგი იმიტომ რომ კარგია იმით რომ აი ჩემო ახალგაზრდებო დაჩქარებულია დრო და ზოგი ამბობს ჯერ 20 წლის ვარ 23 წლის ვარ რა დრო ჩემი გათხოვება და გარის დაჩქარებული დრო ეხლა ზოგი ამბობს საერთოდ არ გავთხოვდები და არა ჩემო ძვირფასო ყველაზე კარგი და ბედნიერება არის ოჯახი ამ ქვეყნიური ბედნიერებით და შვილები ჩემო ძვირფასო ამიტომ მოასწარი დრო დაჩქარებულია თორე სიბერე ძუნგელივით მოგვიხდება. ესე მამა როგორ სწრაფად გადის. მართლა აი კვირაში ხო 2-3 მაქვს ხოლმე გადაცემა ხან და წარმოგით მამა უცბად ისე გაფრინდება კვირიდან კვირა. თქვენ ხო 5 კვირაში ერთხელ მოდიხართ ხოლმე. აი თითქოს გუშინ იყავით ერთი თვე გავიდა და უკვე აქ ხართ. წარმოგიდგინეთ. არა ძალიან სწრაფად გადის. ძალიან სწრაფად გარბის და აი რა ვიცი აი ამას უნდა მოვასწროთ მართლა მოახლოვებულ არ. ისე ერთ-ერთი ნიშანი ეგ იქნებაო. ძველი მამები ხო აჩქარება დროისო. ერთ-ერთი ნიშანი. ხო ნუ ისეთი დრო არის მაგრამ მაცხოვარი გვეუბნება ნუ გეშინია მცირესა მაგას სამწყსოსა და წმინდა მამები ამბობენ რომ ყველაზე საშინელი დრო როცა დადგება ქრისტიანების წინააღმდეგ ყველაზე დიდ მადლს მიცემს ღმერთი ქრისტიანებსო ამდენად მამები გვირჩევენ რომ არ შეშინდეთო ის დრო თუ დადგა და მოესწარეთო იმიტომ რომ ასევე რო იქნება ეს დრო ასევე იქნება ღვთის უდიდეს შეწევნა და ღვთის შეწევნა ნიშნავს იმას, რომ ტანჯვა წამება აღარ არსებობს რა. ეხლა წარმოიდგინე, მოწამეებს ისეთი მადლი ქონდათ ღვთისგან, რომ წამებასაც კი ვერ გრძნობდნენ. ქეთევან წავ. ხო, ყველა ესე იგი, ასე რომ საში არაფერია, როცა ქრისტეს ეკლესიის წევრი ხარ. დღეს სხვათა შორის აი ამ ეხლა ვახსენეთ ოჯახი არის პაისი დიდის ხსენება და ეს ასკეტი დიდი მამები მაგალითად მაკარი ეგვიპტელი
ეგვიპტელის მონასტერში ვიღაცამ ბერმა მოიყვანა 500 ერის კაცი, რომელიც განაშორა ოჯახებს, ძოლებს და მოიყვანა. და ესე იგი მაგარდიდმა უთხრა, რომ რასაკეთებ ეს ვინ არის ეს ხალხიო? მეო დავარწმუნეო და 500 კაციო შევძინეო ეხლა მონასტერსო, ძოლებს გაშორდენო, იმიტომ რომ დაარწმუნდნენ, რომ ძოლი და ოჯახიო სულიერებას არ მიესადაგებაო. ვინ გითხრაო ეს შენო? როგორ არ აღწვენიაო და 500-ვე წაიყვანა თავის ფეხით და თავის ძოლებს ჩააბარა. აი სი დიდმა, როგორ ასკეტმა მამამ წარმოიდგინე, გამიგე, აი როგორ დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას, ნამდვილ სულიერებას და გამოუცდელობას და ცრუ სულიერებას. და ასევე გიორგი, დღეს არის იოანე სან-ფრანცისკოელის ხსენება, ეს იცით თქვენ საოცარი წმინდა მამა იყო, მაქსიმოვიჩი, ისეთი დაბალი კაცი იყო და საერთოდ არ უნდა არ ძვლის ხარისხი, მაგრამ მოხდა ესე, რომ აკურთხეს თავის წმინდა ცხოვრების გამო და ბერად რო ეკურთხა 20 წლის რო გახდა, აღარ უძინია, გიორგი. ნუ ხორცი და იმაზე აღარ არის ლაპარაკი. არ უჭამია საერთოდ მუდმივ მარხვაზე იყო და როგორ იძინებდა, იცი, იჯდა, ცხვენოდა ძილის ღვთის წინაშე და მიეყუდებოდა და მთელი 60 წელი ესე იცხოვრა, რომ ხან ხეს ხო, ხან ხეს, ხან დამდგარი ძინა, ხან ნუ ძირთად ჯდებოდა და ესე მიეყუდა და დამჯდარს ეძინა და ფეხში შველი დადიოდა რა. და მისი სხეული, როგორც სპირიდონ ტრიმფუნტელის სხეული, დღესაც არის უხრწნელი, რასაც სწავლია, ხო? და სპირიდონის შემდეგ აღარ გვიყვირს ეს, მაინც სასწაულია, რომ თანამედროვე ადამიანი, თანამედროვე მთავარი ესე უხრწნელად არის და სულ ფიქრობდი, რომ რატომ არის ესე, რატომ განიდიდა და მისი ცხოვრება რო წავიკითხე, მივხვდი, გიორგი ეძებდა კაცი, რაღაცნაირად შინაგანად პოულობდა ზოგჯერ სამავთყოფოში მიტოვებულ ავადმყოფებს, აი პატრონი რო არ ყავდა და უვლიდა, უცვლიდა, გესმის რა შრომაში იყო? ზოგჯერ ფეხზეც დაუყენებია თავის ლოცვით, თავის და სულ მთელი, ესე იგი, ევროპაში სადაც კი ცხოვრობდა, ყველა სამავთყოფო ცნობდა ამ მღვდელმთავარს, მოდიოდა და იმ ექიმებსაც უხაროდა, იმიტომ რომ რომელიღაც გაჭირებული უპატრონო რო იყო, მოვლა არავის არ უნდა, ხო, უპატრონოს და მოდიოდა და იმას ჩააბარებდა, გიორგი. რასასწაულია და ამიტომ მიიღო ესეთი დიდი მადლი. ყოველ ღამე მიდიოდა, ყოველ ღამე სამავთყოფოში. და მე გამახსენდა ერთხელ ვიღაც ვაზიარე სამავთყოფოში და სადღაც მეჩქარება და სწრაფად მოვდივარ და უცებ ეტყობა ღია იყო კარები, ეტყობა კი ღია იყო ერთ-ერთი ოთახის კარები და რო ჩავიარე შემამჩნია ავადმყოფობა და მამაო მოდი აქო დამიყვირა და ძალიან მეჩქარებოდა, ხა ვიღაცავი რომელი მღვდელი არ მიაკითხავდა და შევედი და რას ხედავ, ორი ფეხი მოჭრილი, კაცი ორივე ფეხი მოჭრილი, ხელები რაღაც მოჭრილი და მე დიდხანს სიცოცხლე აღარ დამჩენიაო და ძალიან მინდოდა ზიარებოდა ვაზიარო. რა წარმოიდგინე და მე გამახსენდა მაქსიმოვიჩი. თან მე როგორ ვიყავით, ახლა გულახტილი ვიქნები და აი მინდოდა რა თქმა უნდა ვაზიარი, ამას როგორ მივატოვებ, მინდოდა გამოსულიყავი, გამიგე და მე ვფიქრობდი მაქსიმოვიჩი რას აკეთებდა და რა ღვაწლში იყო. ძალიან დიდი მადლობა მომზადებას. მართლა დასწრაფული დაჩქარებული. დიახ, ხო, დაჩქარდა. ეს დროც დაჩქარდა, მამო, ეს ჩვენი ერთი საათიც მიყვა ესე რაღაც სამწუხაროდ ჩვენ და მამაო და გაგლოცე. დიდი მადლობა მამაო, რომ ხართ აუცილებლად იქითა კვირას დაგიბრუნდებით. ეს გადაცემები კვირას საღამოს გავა 6-ის ნახევრიდან განმეორებით რა. და მთელი ერთობაში ესეთი ის მოვიფიქრე, რომ ეს ყველაფერი რატომაც გვემართება, ისევ ჩვენ განსაცმედელად გვემართება, რაც ტკივილები, დარდი, რაღაც პრობლემები. და აუცილებლად ამ ყველაფერს გადალახავს ადამიანი, უბრალოდ აი ეს წმენს ადამიანის ცხოვრებას იქ წარსულში შეიძლება შენ არ იყო ისეთ ცოდვი, მაგრამ წარსულში რაღაც ცოდვები არის, ყველას აქვს ცოდვა და აი ეს ტკივილები და რაღაცებით იწმინდება ადამიანი და ყველას გისურვებთ, რომ გადაგეტანოთ ის ტკივილები, იმიტომ რომ აი ეს განწმენდის ტოლფასია რა და ღმერთი კიდე უარეს არ მოგივლეთ ისეც, რომელსაც თქვენ ვერ გადაიდანთ. კარგად ზანდებოდეთ დროებით, ყველა პატრონებს განსაკუთრებით მოგიკითხავთ დიდი სიყვარული და ორ შაბათს დაგიბრუნდებით აუცილებლად საღამოს
7-ის ნახევრის, არა 6-ის ნახევრისათვის აუცილებლად მექნება გადაცემა. ნუ მე კიდე სხვა დღეებშიც მექნება, მაგრამ ორშაბათს კიდე იქნება დამატებით აუცილებლად გადაცემა, უყურეთ აუცილებლად. კარგად ზანდებოდეთ დროებით, მე გახლდით გიორგი დარასელია, მამა ალექსანდრე ბოლქვაძე გახდა ჩვენი სტუმარი, რომლის ოჯახსაც დიდი სიყვარულით მოვიკითხა მამაო ქალბატონ ნინოს და ყველა იმ ადამიანს. თქვენ რევს მოვიკითხა მამაო განსაკუთრებით, აი ყველაზე ლამაზი ხალხი გყავთ ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც აი ძალიან დიდ პატივს ცემ და ბედნიერებას გისურვებ, მართლა ბედნიერები ხართ იქ რო ხართ, სადაც მამა ალექსანდრეა რა, ყველა ის ადამიანი მართლა გაგვიმართლა ძალიან, რომ თქვენ არსებობთ მამაო ჩვენს ირგვლივ. კარგად ზანდებოდეთ დროებით და ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერ კარგს.